მოგესალმებით მეგობრებო და ამ ვიდეოთი მინდა მივმართო გედევან ფოფხაძეს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ამ ვიდეოს ნახავდეს ან ვინმე გადასცემდეს რასაც ეხლა მე ვიტყვი. ეს არამზადა გამოდის და პირდაპირ ეთერით რაღაცა დაუმორჩილებლობაზე, პიკეტირებებზე და რაღა ლაპარაკობს და ბოლოს იძახის რომ სხერპლიც უნდა გაჩნდესო თუ საჭირო არისო. და აი ამის პასუხად მიმართავდი გედევან ფოფხაძეს, რომ შენ თუ მართლა გულწრფელი ხარ იმაში, რასაც ლაპარაკობ, შენ თუ მართლა პატრიოტი ხარ და შენ თუ მართლა მასე გჯერა და მაგ იდეის, რასაც აი ეს საჯაროდ აბრქვევდა, შენ თუ გულწრფელად გჯერა, რომ რამე მსხვერპლი ამ ქვეყანას გადაარჩენს და მსხვერპლი ამ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, ადექი და შენ თვითონ შეეწირე მსხვერპლად და სხვებს მიეცი მაგალითი, როგორ უნდა დადონ თავისი თავი სამსხვერპლოზე საქართველოს სასიკეთოდ და ადექი და გამოდი და გინდა პარლამენტის წინ და გინდა კანცელარიის წინ და სადაც გინდა და რა ფორმითაც გინდა მოიკალი თავი და შესწირე შენი თავი აი მაგ იდეას სხერპლად და საქართველოს ხსნას და გადარჩენას შენ თუ გულწრფელად მასე გჯერა და შენ თუ გულწრფელი ხარ აი მაგ შენ ბოდოებში შეეწირე ვინგი შლის და სხვებსაც მიეცი მაგალითი თუ როგორ უნდა შესწირონ საკუთარი თავი ამ ქვეყნის გადარჩენას. მაგრამ რა თქმა უნდა შენ ამას არიზავ არასოდეს არასდროს შენ არაფერს სხერპლად არ გაიღებ საქართველოს სასიკეთოდ და საქართველოს გადასარჩენად, მაგრამ სხვისი შვილები გემეტება სასიკვდილოდ, სხვისი შვილები გემეტება რომ სხერპლად შესწირო შენ დამპალ მიზნებს და იდეებს და სხვებს მოუწოდებ რომ სხერპლად შეეწირონ შენ დამპალ მიზნებს. ასე რომ რა ვიცი, აი თუ შენ თუ კაცი ხარ და შენ თუ გულწრფელი ადამიანი ხარ და მართლა გჯერა მაგ შენი ბოდოების, გამომძანდი და შეეწირე მსხვერპლად აი მაგ შენ იდეას. ან კეთილინებე და ერთი ადგილი დააყენე და სხვებს ნუაქეზებ, რომ მსხვერპლად შეეწირონ შენ დამპალ მიზნებს და ზრახვებს. ეს არის არაკაცური საქციელი, ეს არის ბოროტი ადამიანის საქციელი და ეს არის არამზადობა და მეტი არაფერი, რასაც შენ აკეთებ. ასე რომ მე ზუსტად ვიცი რომ შენ არაფერი მსხვერპლის გამღები არ ხარ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, შენ თუ მაგ იდეის მასე გჯერა, აგერ არავინ არ გაკავებს და მიეცი მაგალითი სხვებს. ეს არის რისი თქმაც მინდოდა აი ამ არაკაც გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით, რომელსაც სხვისი შვილები ემეტება სამსხვერპლოზე დასადებად და თვითონ არაფერს არასდროს არ გაიღებს მსხვერპლად. ელემენტარული შიმშილობა რო შიმშილობაა, შიმშილობაზე წამსველიც კი არ არის ეს არამზადა. არათუ სიცოცხლის ან რამე ძვირფასის გამღები ან ამ ქვეყნისთვის და ან ვინმესთვის, ან რამესთვის. ამ განცხადებამ გააშიშვლა გედევან ფოფხაძე და ძალიან კარგად გამოაჩინა თუ რა ადამიანიც არის, უпростად რა არ ადამიანიც არის და ვისაც ამ არამზადის რამეს ჯეროდა, დაფიქრდით მის განცხადებაზე და დააკვირდით მის განცხადებებს და მერე დააკვირდით მის საქციელებს და კარგად დაინახავთ თუ სინამდვილეში რასაც წარმოადგენს ეს არამზადა ის.